ღვთისმშობლის გამოსახულებიანი და ძვირფასი თვლებით მოჭედილი ვერცხლის საცავი ღვთისმშობლის კვართს რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ინახავდა. ქრისტიანული სიწმინდის ჩასაბრძანებელი ეს პატარა კიდობანი ლევან მეორე დადიანის თხოვნით შეუმკიათ და ამის დამადასტურებელი წარწერა კიდობანზევე დაუტოვებიათ. ღვთისმშობლის პერანგი დღეს სხვა შესანახშია მოთავსებული და ის ზუგდიდის დადიანების მუზეუმში ინახება. ეს არის ღვთისმშობლის კვართი. თქვენ ხედავთ, რომ ის არის უბრალოდ ტილოს ნაჭერს წარმოადგენს, ძალიან დიდია მოცულობით, 150, 180-ზეა, ოდესღაც ის ყვავილებით ყოფილა მოჩითული, მაგრამ აი ცოტა ისინი აქ ნაკვალევია იმ ყვავილებს, დეკორი არის შემორჩენილი ზოგან და მას ეხლა უბრალოდ ეს ყვავილები და დეკორი გადასულა და უბრალოდ ტილოს წააგავს ეს ნაჭერი. თვითონ ამ ღვთისმშობლის კვართს იხვევდა ღვთისმშობელი, როგორც მოსახვევი მანტო, აი კიმანო, ასე შეიძლება ვთქვათ და მას არ აქვს საყელო ამოჭრილი და აქ პატარა ნაწილი ამოჭრილი, აი თქვენს წინაშეა, დიახ, ზედა ნაწილი არის ამოჭრილი, აი სულ ცოტა, რომელსაც ის ტუჩზე იდებდა. და აი ესე ეხვეოდა ამ იმაში. ის იყო კვართი იყო ძალიან ისეთი სასწაულმოქმედი, მფარველი იყო ქალაქის ადგილის და აგრეთვე განკურნების სიმბოლოსაც წარმოადგენდა. აი ადამიანები, რასაც ჩაუთქვამდნენ ამ კვართთან მიახლოების დროს, აი ეს თითქოს და მათ უსრულდებოდა. ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით ის საქართველოში მერვე საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან ბერძენმა ბერებმა ჩამოასვენეს. მეორე ვერსიაც კონსტანტინოპოლს უკავშირდება, როცა ეს ქალაქი მე-15 საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ თურქებმა დაიპყრეს. სასწაულმოქმედი სამოსელი მაშინ იქაურ ხატმებრძოლეობას გაარიდეს. ღვთისმშობლის სიცოცხლეშივე სიწმინდედ ქცეული კვართის გადარჩენის ყველაზე კარგი ადგილი მაშინ საქართველო აღმოჩნდა. ესაც მთელი მსოფლიო ხატმებრძოლობა მოიცვა, ეს სიწმინდე გაარიდეს ხატმებრძოლებს და ბერძენი ბერების მეშვეობით ჩამოგცემდა საქართველოში. მეორე ვერსია უკავშირდება კონსტანტინოპოლის დაცემას, როდესაც კონსტანტინოპოლი დაეცა ფაქტიურად განადგურდა. აი ამ დროსაც უამრავი სიწმინდეები, რომელიც კონსტანტინოპოლში იყო თავმოყრილი, გაარიდეს ამ შემოსევებს და შებილწვას და აქაც არსებობს ასეთი ვერსია, რომ უამრავი სიწმინდეები კონსტანტინოპოლიდან ჩამოვიდა საქართველოში და მათ შორის ღვთისმშობლის კვართიც. პირადად ჩემთვის ორივე ვერსია სავსებით მისაღებია, იმიტომ რომ ღვთისშეწევნით მადლობა ღმერთს, ხატმებრძოლობის ერესი საქართველოს არ შეხებია და როდესაც მთელი მსოფლიო ხატმებრძოლობა მოიცვა, ამ პერიოდში საქართველოში უდიდეს თაყვანს და პატივს სცემდნენ ხატებსაც, ყოველ სიწმინდეებსაც. Ну, რა თქმა უნდა, ეს მეორე ვერსიაც მისაღებია, ასეა თუ ისეა, რომელი ვერსიითაც არ უნდა ყოფილიყო, ღვთისმშობლის კვართი ჩამოვცემდა საქართველოში და ჩვენ თუ რაიმე ცნობა მოიპოვება ყველა ცნობა იმასთან დაკავშირებით, ეს საქართველოს ისტორიის მატიანია თუ უცხოელი მოგზაურების აღწერაში, რომ ეს კვართი განისვენებდა და მდებარეობდა ბრძანდებოდა ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში. ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ერთი ასეთი გადმოცემაც არსებობს. ბიზანტიაში ლეონ დიდი ზეობისას მეფესთან დაახლოებული ძმები გალბიუსი და კანდიდი წმინდა ადგილების მოსალოცად კონსტანტინოპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ. ერთ-ერთ სახლში სტუმრობისას მათი ყურადღება ანთებულმა სანთელმა და საკმეველი სურნელებამ მიიპყრო. კეთილმსახურმა ქალმა ძმებს გაუმხილა, რომ ის ღვთისმშობლის კვართს ინახავდა, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა მიძინების წინ საკუთარი შესამოსელი ებრაელ ქალწულს გადასცა და თხოვა, რომ მისი გარდაცვალების წინ ის სხვა ქალწულისთვის გადაებარებინა. სიწმინდე ღვთისმშობლის დანაბარების თანახმად თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ძმებმა ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსელით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და ლაქერნის ტაძარში დააბრძანეს. გადმოცემის მიხედვით ღვთისმშობლის პერანგი საქართველოში სწორედ ლაქერნიდან მოხვდა.
რა თქმა უნდა, აქ შემთხვევითობა არ არის. ზუგდიდში იყო ლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი, ეს ლევან მეხუთეს დროინდელი აშენებულია და ისტორიულად კონსტანტინოპოლშიც ლაქერნის საკათედრო ტაძარში ყოფებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელი და სარტყელი. და ორივე სიწმინდემ სარტყელმაც და სამოსელმაც ბოდი დაიდო ლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან ისტორიულ მუზეუმში. ღვთისმშობლის კვართი ახლა ზუგდიდის დადიანების მუზეუმში ინახება და მას 30 წელია ლილი ბერა იაუგლის. მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ პერანგს განსაკუთრებულ პირობებში არ ინახავენ და არც რაიმე სპეციფიური მოვლა სჭირდება. პერანგის ნაჭერი სავარაუდოდ ახლაც ისე გამოიყურება, როგორც 2000 წლის წინ. ვერაფერს ვერ ვხედავ ცვლილებას აი ამ ქსოვილში. ეს ქსოვილი არის მუდამ ისეთი, როგორიც იყო, როგორიც ადრე მინახავს და უშუალოდ 30 წლის წინ მინახავს და არის შენახული ასე და ახლა რო ვთქვათ, რომ განსაკუთრებული რაღაცით ვინახავ და რაღაცა განსაკუთრებული რაღაცით მთელ საქართველოში არ ინახება არანაირი ქსოვილი და ამასაც არაფერი ისეთი განსაკუთრებული რამ არ აქვს, მაგრამ არ ვიცი, ალბათ რაღაცა ისეთი იყო იმ დროს, რაღაც ისეთი მასალისგან, ისეთი ძაფისგან, ისეთი ქსოვილისგან იყო ეს მოქსოვილი და გაკეთებული, რომ ალბათ ის უძლებს ამ ჟამს დროთაცვლას და ასე შემდეგ, ტემპერატურას და ყველაფერს, რა ვიცი, რაც ისა და მას არანაირი ცვლილება. მარტო იმ წყაროებში არის მინიშნება, რომ ის თითქოს ყვავილებით იყო მოხატული და დეკორი იყო ამაზე გაკეთებული, ისა დეკორით იყო მოხატული და რაღაცა. აი დროთა განმავლობაში ეს გადავიდა და გვაქვს უბრალო ტილოს ქსოვილი, რომელიც შაქრისფერია და უბრალოს წარმოადგენს. აი ეს და ეს მეტი არაფერი. მეცნიერული კვლევებით უკვე დადგენილია, რომ ღვთისმშობლის პერანგი სელისგან არის დამზადებული და ეს მცენარე ისრაელში ხარობს. ნაჭრის ქსოვის ნაჯისებური მანერაც ემთხვევა სხვა იმ ეპოქის ანალოგიურ სამოსელს, თუნდაც ტურინის უდარას. ღვთისმშობლის კვარს თავის გასაყრელი ადგილი არ აქვს. პერანგზე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიანი ამონაჭერია. მეცნიერები თვლიან, რომ ეს სამოსი ღვთისმშობელს სავარაუდოდ ლოცვის დროს ეცვა და იქიდან ბაგეები უჩანდა. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაცია, ჩვენ ვიცით, რომ პერანგი, რომელიც დაცულია ზუგდიდის მუზეუმში, არის ჭეშმარიტად დედა ღვთისმშობლის კვართი. ანუ პერანგი უფრო მეტად, ხო? რომელიც დაჩითული არის, სხვა ზომები ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებდა, ვერანას 180 ასეთი სიმაღლის როგორ იყო, მაგრამ ნუ აი თქვენ გაჩვენეს როგორღაც სხვანაირად იყო მისი წამოწმა, ამიტომ არც ისეთი მაღალი ქალი გამოდის და რაღაც წარმოუდგენელი, ისე რომ აი ძალიან პირიქით მე როდესაც გავიკე როგორ იცვამდნენ ამ კვართს და ეს ზომა როცა უფრო ისე ჩვეულებრივი ქალის მასშტაბში, რაღაც უფრო მეტ სითბოს გასცეთ, ისეთ რო იგებთ აი ამ ყველაფერს. გიახლოვდებოდ თითქოს ამით. სიწმინდესა სწორედ ეს დანიშნულება აქვს. ახლა ეს სიწმინდეებიც ხომ არის აი ნიფთი იქნება, წმინდა ნაწილი იქნება, ძვალი ვთქვათ, ან რაიმე სხვა. ამაში უცხო არაფერი არ არის ესეთი მიუღებელი ადამიანებისთვის, ნუ მართლმადიდებლებისთვის სათაყვანებელია, რადგან ეს არის ის ნივთები, რომელსაც ეს ჩვენი წმინდანები ეხებოდნენ და მათი გზით ჩვენ ვიღებთ მათ. უცნაურია სამოსელითაც, რომ მას აქვს სატვეჩე მხოლოდ და როგორც მეცნიერები და სასულიერო პირები ამბობენ, ის იმოსებოდა ამ სამოსლის ლოცვის დროს და მხოლოდ თუჩპირი უჩენდა ამ სატვეჩეში და სხვა დანიშნულება, პრაქტიკული დანიშნულება ამ სამოსელს არ აქვს. ეს არის ნეტობა მხოლოდ ლოცვის დროს შესამოსელი, რომელშიც იბურვებოდა მონაწილე ღვთისმშობელი. სხვა მტკიცებულება ჩვენ არც გვჭირდება, უბრალოდ აი რწმენით მიახლება მასთან ახდენს უამრავ სასწაულს და ეს თვითონულად უნდა განიცადოთ, რასაც მიემთხვევით ამ სიწმინდეს ჩვენი ცხოვრება ამის შემდეგ შეუმჩნევლად ნელ-ნელა იცვლება გადასწორებისკენ. დეკანოზი მალხაზი 10 წელია ზუგდიდის ლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში მსახურობს.
წმინდა სამოსელს წელიწადში ერთხელ ლაქერნის დღესასწაულზე 15 ივლისს ეკლესიაში დააბრძანებენ და მრევლს მასთან მიახლოების შესაძლებლობა აქვს. ღვთისმსახური ამბობს, რომ პერანგი სასწაულებს ახდენს და ის ადამიანებს სხვადასხვა დაავადებებისგანაც კურნავს. ბევრი სასწაული ჩვენს პირობებშიც აღსრულებულა, ეს არის კურნება, არის სასწაულები მოქცევა სარწმუნოებაზე, იცვლება ადამიანი. ეკლესია უფრო დიდ სასწაულად თვლის, დაუშვათ ადამიანი როცა ცვლის ცხოვრებას. გამოჯანმრთელება დაუშვათ ეს ჩვეულებრივი მოვლენა, ამას ჩვენ დიდ სასწაულად არ ვიჩვენთ, რამდენადაც ვისაც ბოროტი ადამიანი ხდება კეთილი და სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის, თავისი ეკლესიისთვის. ეს სასწაულები ხშირად აღესრულება. ძალიან ბევრი, მოდის ძალიან ბევრი, აი ესეთი უიმედო მდგომარეობაში, აი ექიმებისგან უკვე ხელჩაქნეული ავადმყოფი, ისინი რწმენით ითხოვენ ამ სიწმინდესთან მიახლებას და ხდება, რომ ესე იგი ადამიანი სასწაულებრივად შემდეგ იკურნება, აგრძელებს ჩვეულებრივ ნორმალურ ცხოვრებას და ეს ჩვეულებრივ ამავეა. ეს ღვთისმშობლის კვართის ახალი ჩასაბრძანებელი მოსკომია. საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდე და მოძიებისა და დაცვის განყოფილებამ მართლმადიდებელ ქალთა საზოგადოებასთან ერთად კვართისთვის ვერცხლის მოოქროვილი ჩასაბრძანებელი დაამზადა. სიწმინდეთა მოძიების და დაცვის განყოფილება უკვე წლებია კვართთან დაკავშირებულ ინფორმაციებს აგროვებს და მათთვის ყველაზე საინტერესო ერთი წყაროა. კვართი, რომელიც საქართველოში ინახება, ღვთისმშობელმა მიძინების წინ განიმოსა. ვიცით, რომ აი ეს კვართიც, რომელიც ღვთისმშობლის საქართველოში მოვიდა, აი ესეთი გარდამოცემა, რომ მას ეს არის უშუალოდ მიძინების წინ მან განიმოსა ეს კვართი და ჩააბარა ერთ ქალწულს და აი ქალწულები ინახავდნენ მას საუკუნეების მანძილზე თავისი ქალწულებრივი მადლითაც სწორედ და აი ესე მონაზნური წესის ცხოვრებით როგორ ჩანს და ესე გადმოვიდა და როგორღაც მოაღწია ჩვენამდე და სწორედ ვიცით რომ ბევრ ამას გაუძლო თუ ეს ნამდვილად ლაქერნისაა როგორ ჩვენამდე ამოსული ლაქერნა ტაძარი დაიწვა ხატმობრძოლეობას გამოექცა ნუ ყველაფერს გაუძლო ამან და ეხლა ჩვენ ეჭვი ამაში შევიტანოთ ნამდვილად არა გვაქვს და ჯერჯერობით ასე წყაროს ჩვენ ნამდვილად არ მე-13-მე-14 საუკუნეებში აგებული ხობის ახლანდელი დედათა მონასტერი მაშინ როცა იქ ღვთისმშობლის კვართი დააბრძანეს მამათა მონასტერი იყო. 30-იანი წლების შემდეგ კომუნისტებმა მონასტერი დახურეს და მეკურთხლეობის ფერმა გახსნეს. ტაძარი მხოლოდ 1999 წელს გაიხსნა და იქ ახლა იღუმენია ანა მოღვაწეობს. მონასტრის წინამძღვარი ამბობს, რომ პერანგს რამდენიმე ისტორიული სასწაული უკავშირდება. ერთი პერიოდი ყოფილა, რომ მონასტრიდან დაიკარგა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ჩაბრძანებული იყო ლევან მეორე დადიანის მიერ მოჭედილ ვერცხლის კუბოში. დადგა ფეხზე ერიც და ბერიც და ყველანი იმ პერიოდის ჟამთა აღწერაში მინიშნებული ასე რომ ყველა მოთქმით გოდებდა და ეძებდა და 3 დღის ძებნის შემდეგ როდესაც ცისკარი შემოდიოდა დაინახეს ტყიდან ცეცხლის ალი მართობულად ცეცხლის ალი ეშვებოდა რაღაც ადგილზე და გაყვენ ამ მანათობელ ცეცხლს და მივიდნენ და ნახეს მაყლის ბუჩქზე დაბრძანებული აი ეს ვერცხლის მოჭედილი კუბო სრულიად უნებელი და ხელუხლებელი და დიდი ზარზეიმით წამოაბრძანეს ის მონასტერში და იმ დღიდან ფაქტიურად ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაწყვიტა ანუ ერთ კრება მოიწვია და გადაწყვიტეს რომ ყოველდღიურად ბერებთან ერთად მონასტერი დაეცვა ერის ხალხსაც და 3-4 ადამიანი ყოველდღიურად მორიგეობდა და ეს სხვათა შორის ეს აი ესეთი ტრადიცია ვიდრე მონასტერი მოიშლებოდა აი მონასტრის მოშლამდე იყო შემორჩენილი. ჩემთვის არის კიდე ესეთი ცნობილი რა
საქართველოს სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდებოდა თურქების შემოსევის სამიზნე და აუხრებდა თურქები და ერთ-ერთი შემოსევის დროს ეს მონასტერი აგრეთვე წარმოადგენდა ერთგვარ ციხესიმაგრესაც. თქვენ ხედავთ, რომ მონასტერი გარედან დიდი გალავნით არის შემოზღუდული და აი, როდესაც რაღაც საშიშროება დგებოდა, მოსახლეობა აქ შემოიხიზნებოდა და მონასტერი იფარავდა მათ და აი, როდესაც მოდიოდნენ თურქები მონასტრის ასაუხრებლად, მათ დაინახეს, რომ მონასტერთან დიდი ალი ამოდიოდა, მანათობელი ალი ამოდიოდა და აი, შეჩერდნენ ისინი და ეს არ შეწყვეტილა და გაგრძელდა რამოდენიმე დღე და მერე თორმე ისინი შეშინდნენ და მათ მეთაურმა უბრძანა, რომ უკან დაეხიათ და იქ არ მისულიყვნენ, რაიმე ჯადოქრობის მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ და ასე რომ ესეც ღვთისმშობლის სასწაულს უკავშირდება, მან დაიფარა თავისი მონასტერი და რა თქმა უნდა აქ შემოხიზნული ხალხიც. ღვთისმშობლის პერანგი ხობის დედათა მონასტრიდან ზუგდიდში მე-20 საუკუნის დასაწყისში გადააბრძანეს. მასთან ერთად მონასტრიდან წაიღეს კიდევ რამდენიმე წმინდა ნაწილი, მათ შორის წმინდა მარინეს მკლავი, წმინდა კვირიკეს ხელი, წმინდა გიორგისა და წმინდა იოანე ნათლისმცემელის ძვლების ნაწილები. გადასვენების დროს კომუნისტებს ეს ნაწილები სერიოზულად დაუზიანებიათ. ერთი პიროვნება შემდგა, რომელიც ასაკოვანი იყო და იყო პარტიის წევრი და მან თქვა, რომ ერთ-ერთი პარტიულმა მუშაკმა ეს სიწმინდე მოისროლაო და აი მარინეს მკლავი რომ არის, იმას ცოტა ეს შელახულია და აი ზუსტად მის მიერ იყო ესო გადამტვეულიო, აი ამ კაცმა ეს ინფორმაცია მომცა. მართლა საოცრება იყო, ამაზე არავინ არ ლაპარაკობდა, არავინ არ წერდა. მე-17 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში და კერძოდ სადადიანოში რუსეთიდან გამოგზავნილ რამდენიმე პირს საეკლესიო ნივთების აღწერა დაუწყია. ნუსხა იმპერატორისთვის მზადდებოდა. როცა მათ ღვთისმშობლის კვართი უნახავთ, დადიანებისთვის კვართის გადაცემის და რუსეთში წაღების გადაწყვეტილების შესახებ შეუძლიათ. თავარს მაშინ კატეგორიული უარი უთქვამს. ეს ასეთი რამ გამოთქვეს, რომ შეიძლება რომ ეს ჩვენ რუსეთში წავიღოთ და პასუხი იყო ასეთი ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მიერ, რომ კი თუ ნებას დაგთავთ, ჯერ აიღეთ ნებართვა თავრისგან, თუ ის ნებას დაგთავთ. ესე იგი, აქედან გამომდინარე რუსებს აი ამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ეტყობა მათ თავიანთ ქვეყანაში უნდათ რომ ეს წაიღოთ სამეფო კარზე, მაგრამ ღვთისნება არ ყოფილა ისე, რომ ეს მართლა დარჩა ჩვენთან. აი დააკვირდით, ეს არის ის გამოსახულება, რომელიც ჩვენ საბოლოო ჯამში მივიღეთ. პირველი გამოსახულება საკმაოდ უცნაურია, ეს არის აი თვალი, ცხვირი, ეს არის თმის გამოსახულება და ეს არის წვერი და აბსოლუტურად ყველა არის წერტილოვანი, რაც იწვევდა განსაკუთრებულ გამოცემას. ამას მოყვა შემდეგ მეორე გამოსახულება, სადაც მაცხოვრის სახე უფრო უკეთესად იკვეთება. ეს უკვე რაღაც შარავანდედშიც მოექცა სავით. ეს უკვე ფერდაშლა იყო და ყველა წერტილი თანდათან გამოიკვეთა. და მესამე საბოლოო გამოსახულება ფერდაშლის შემდეგ მივიღეთ აი ეს. აქ უკვე ფერდაშლის კონტრასტის შედეგად უკვე ყველაფერი ცხადი იყო თვალი, იყო ცხვირი, იყო წვერები და არ იყო რაც თავარია ფუნჯის მონასმი რა. აი ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის საკმაოდ უცნაური გამოსახულება და თუ კარგად დააკვირდებით, ეს არ არის ფუნჯით და მონასმით გაკეთებული გამოსახულება. ეს არის წერტილოვანი გამოსახულება, რაც იწვევდა ძალიან დიდ ეჭვს, რაც იწვევდა საოცრების შეგრძნების გრძნობას და რაც იწვევდა პარალელს ტურინის მოსასხამთან. ღვთისმშობლის კვართის ბოლო სასწაული მასზე მაცხოვრის სახის გამოსახულებას უკავშირდება. კინოსტუდია მემატიანე სამკაციანი გადამღები ჯგუფი კვართის გადასაღებად ზუგდიდში 2000 წლის 20 აპრილს ჩავიდა. ოპერატორი დავით ასათიანი იხსენებს, რომ თვალებს არ დაუჯერა, როცა კადრის გადაღების დროს კინოკამერის ობიექტივში უფლის სახე გამოჩნდა. გადაღებები იმით დასრულდა, რომ კადრზე უფლის შარავანდედიანი გამოსახულება დარჩა. გადაღება რო დავიწყეთ, შევთხოვეთ დავინახე, რომ რაღაცა ლაქები იყო და რაღაცა ფერების სხვადასხვა გამოსახულება იყო და დავინახე ქრისტეს გამოსახულება. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ერთი ის იყო, რომ ეს იყო ნაჭერზე.
თან ეს იყო კვარზე, ესე იგი ისეთი რაღაცა, რომელიც მე არ მინახავს მანამდე და ჩავახედე ხა ყველა ჯგუფი ვინც ხავდა თელის გურამს, ქაბადონ ლილის და რო შეხედეს ისინიც გაუცდნენ ძალიან რომ ეგეთი სასაული დაიჯერეთ თავიდან ეს რომ შეიძლება დაწესებულიყო. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ მე უკვე რო გადავიღე ის იყო რომ გავამჟღავნეთ ფირი არა, მე უკვე ფირს ეთყობა თავისი სიღრმე აქვს. ვიდეო კამერასთან შედარებით, ვიდეო ფირთან შედარებით და იქ უკვე გამოსახულება ძალიან კარგად გამოისახა აი ამ კვარზე. დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე ახლა ამ მასალებს აარქივებს და შემდგომი კვლევებისთვის ინახავს. გიორგი კალანდია მიიჩნევს, რომ ჯერჯერობით არავის შეუძლია დადასტურებულად თქვას თუ რას უკავშირდება ეს სასწაული, მაგრამ ფაქტია, რომ ღვთისმშობლის კვართზე წელისა და მუცლის არეში მარჯვენა მხარეს მაცხოვრის სახე გამოჩნდა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ კვართის დეტალური შესწავლა, ამაში ღებულობდნენ მონაწილეობას როგორც მუზეუმის თანამშრომლები, ასევე ღებულობდით ჩვენ აშკარა იყო ალბათ მაყურებელს გაუკვირდება, მაგრამ აშკარა იყო ერთი რამ, აქ არ იყო არანაირი ფუნჯის მონასმი, აქ არ იყო არანაირი საღებავი. უფრო მეტიც ქსოვილსა და გამოსახულებას შორის დამაკავშირებელი რაიმე ნივთიერებაც კი არ არსებობდა. ეს შესაძლოა იყოს საღებავი, ეს იყოს შეიძლება თქვა დროის შედეგად მიღებული გამოსახულება, ან გახუნების შედეგად, ან თუნდაც ადამიანს რაიმე მოეჩვენოს. ანუ რაიმე ნივთიერება, რომელიც ქსოვილსა და გამოსახულებას შორის არსებობდა, ესეთი რამ არ იყო. მიკროსკოპიული შესწავლით, დეტალური შესწავლით ეს აშკარად გამოიკვეთა. მეორე, არც ერთი ისტორიული წყარო არ ამბობდა იმას, რომ ღვთისმშობლის კვართზე არსებობდა რაიმე გამოსახულება მაცხოვრის. იქ პირდაპირ არის ნათქვამი და აღწერილი, რომ ეს კვართი იყო მოხატული ყვავილებით. მას რა მოვლენასთან ჰქონდა საქმე, ჩვენ უნდა გვეკითხა ეს. მე ერთი რამ შემიძლია თამამად გითხრათ. დღეს თანამედროვე ქართულ მეცნიერებას და მსოფლიო მეცნიერებას ნამდვილად არ შეუძლია თქვას რა არის ეს გამოსახულება, როგორ მივიღეთ ეს გამოსახულება, ისევე არ შეუძლია თქვას, როგორც არ შეუძლია თქვას ტურინის მოსასხამზე. ჩვენ ვიცით, რომ ამაზე ძალიან ბევრი კვლევა ჩატარებულა და პასუხი არ არის. ღვთისმშობლის კვართზე მომხდარ ამ კიდევ ერთ სასწაულს მეცნიერები დეტალურად ახლა სწავლობენ და კვლევები მომავალშიც გაგრძელდება. რამდენიმე წლის წინ ისტორიკოსებმა და მეცნიერებმა გადაწყვეტეს ლაბორატორიულად შეესწავლათ და დაედგინათ წმინდა სამოსელის ზუსტი ასაკი. მაშინ მეცნიერებმა დახმარებისთვის საქართველოს ფიზიკის ლაბორატორიასთან ერთად ციურიხის, ვატიკანის და ტურინის სპეციალურ ლაბორატორიებს მიმართეს. ჩიდაცული ღვთისმშობლის კვართის ქსოვის მანერა, მისი შემადგენლობა, მისი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შემადგენლობა ემთხვევა ყველა იმ კვართის შემადგენლობას, რომელიც შეიქმნა 2000 წლის წინ. ეს არის ისრაელის სახელმწიფო მუზეუმში დაცული კვართები და ასე შემდეგ. მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ჩაცმის კულტურა, რომელიც არსებობდა 2000 წლის წინ ეს ისრაელში. აგებულება ტანსაცმლის მთლიანად ისეთივეა, როგორიც უნდა ყოფილიყო და როგორცაც ითხოვს იმდროინდელი ეთნოგრაფია. და მესამე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ყველა ისტორიული წყარო დაწყებული ლათინურიდან დამთავრებული ქართულით ადასტურებს, რომ ეს არის ნამდვილად ღვთისმშობლის ნაქონი და ჰქონდა მას. თუმცა ჩვენ გვინდოდა მისი ასაკის დასადგენად ჩაგვეტარებინა ნახშირბადული კვლევა. ნახშირბადული კვლევა საბოლოოდ მეცნიერულად გასცემდა ურანის რაოდენობით გასცემდა კითხვას პასუხს თუ რამდენი წლისაა იგი. ამისათვის ჩვენ მივმართეთ რამდენიმე ორგანიზაციას, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში, ეს იყო ციურიხი, ეს იყო ტურინი, ეს იყო ვატიკანი, მივმართეთ რა თქმა უნდა საქართველოს ეკლესიას, მაგრამ ნახშირბადული კვლევა ითხოვს ერთ ასეთ რამეს, რაც ჩვენთვის ძალიან ძნელი გადასაწყვეტი იყო. აი ამ კვართიდან, ამ სიწმინდიდან ჩვენ უნდა აგვეღო 2 მილიგრამი, უნდა მომხდარიყო მისი დანახშირება, ანუ პირდაპირ ვთქვა დაწვა და შემდეგ ურანების შემადგენლობით გაირკვეოდა მისი ასაკი. ჩვენ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარმა, კათალიკოს პატრიარქმა გვირჩია ასეთი რამ, რომ
ამ სიწმინდეს მოეკიდეთ როგორც ცოცხალ ადამიანს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. და აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ გავიმეტეთ ეს 2 მილიგრამი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ეს არის ნამდვილად სიწმინდე და ამიტომ ვერ გავბედეთ, გვეკადრებინა თუ შეიძლება ითქვას ამ სიწმინდისათვის ეს პროცესი. ღვთისმშობლის მიერ მიძინების წინ დატოვებული კვართი საბოლოოდ საქართველოში დარჩა. საქართველოშივე მოხდა თავად მაცხოვრის იესო ქრისტეს ის კვართიც, რომელიც მას ჯვარზე გაკვეს წინ განმოსეს. ორივემ ეს სიწმინდეები ქრისტიანებისთვის მეორედ მოსვლამდე ნუგეშის საცემად დატოვა. ესე იგი აუცილებლად მოვა.